დღეს ვამზადებთ ძალიან საინტერესო კერძს, უნიშნულოვანით რაცა არის ხორცი. რაც მინდა დავამატო სიახლის ამბავში. ძალიან კარგი და სასიამოვნო სუნი მოდის. ეს დანაჩანგლით იჭმევა, მაგრამ მოგესალმებით. დღეს ვამზადებთ ძალიან საინტერესო კერძს, beef wellingtons, საქონლის ხორცის wellingtons. უნიშნულოვანით რაცა არის ხორცი, სწორად შერჩეული ხორცი. ესაა საქონლის სუკი. ყოველთვის ვიძახი, რომ საქონლის სუკი ერთადერთი ნაწილია ქართულ ძროხებში, რომელიც ვარგისიანია სტეიკისთვის და რბილი მასალა რომ მივიღოთ, ასე ვთქვათ, რბილი ტექსტურა რომ მივიღოთ. თორე დანარჩენ ხორცს ჭირდება დაძველება. ასევე გვჭირდება, რა თქმა უნდა, ფენოვანი ცომი, ეს ხორცი ეხვევა ფენოვან ცომში და ცხვება. რა თქმა უნდა იყოს medium well, maximum და ძალიან რთულია ზოგადად გადახვეული ხორცი ისე გამოაცხო, რომ შიდა ტემპერატურა მიიღო შენ როგორიც გინდა ისეთი. ასევე ფენოვან ცომზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, თუმცა მე არ მომიზადებია, შევიძინე, რადგან ყველამ ვიცით, რომ ფენოვანი ცომის მომზადებას სჭირდება გარკვეული ტექნიკა და დიდი დრო. თავისი საბრტყელებლებით, ოთახის ტემპერატურის რეჟიმის მართვით, რამოდენიმეჯერ მაცივარში შენახვით, გამოღებით და ღამეების თენებით, ასე ვთქვათ, უხეშად. ამიტომ არც გირჩევთ ეხლა ცალკე ფენოვანი ცომი გააკეთოთ იმისთვის, რომ მერე wellingtoni გააკეთოთ, იმიტომ დაიტანჯებით და დარწმუნებული ვარ, რომ მაგას არ ისავთ. ასე რომ შეიძინეთ, შეგიძლიათ რეკომენდაცია შემიძლია გაუწიოთ ნორმალური ფენოვანი ცომებია მაღაზიებში და მთავარი რაცა უნდა ვიყიდოთ სწორი ხორცი. ამ შემთხვევაში საქონლის სუკი. ასევე საჭიროა პროშუტო, ქამას სოკო, რა თქმა უნდა, პილპილი, მარილი, დიჟონის მდოგვი, ყარაკი გვინდა, ყველი გვინდა. ამ ყველაფერს მე თანდათან გეტყვით რისთვის და როგორ და რანაირად. პირველ ეტაპზე რაცაა მნიშვნელოვანი, საქონლის სუკს უნდა გაუკეთოთ გარსი, ასე ვთქვათ, მოუბრაწოთ ტაფაზე, რომ გარე გარსი გაიკეთოს, იმიტომ რომ მე ეს უნდა შევახვიოთ და გამოვაცხოთ. ამიტომ პირველ რიგში ტაფას გავაცხელებ და მოუბრაწავ საქონლის სუკს. ეს ერთგვარად გვეხმარება იმაში, რომ გარე ტემპერატურა მივიყვანოთ გარკვეულ გრადუსამდე, რომ შემდეგ ცხობაში არ გაუჭირდეს კარგად გამოცხობა. ამისთვის გვინდა ზეითუნის ზეთი და ასევე რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ლურპაკის კარაკი, რომელიც უფრო ხავერდოვანს და უფრო ნაზ ტექსტურას შესძენს და გემოს, რაც მთავარია საქონლის სუკს. სანამ ხორცს ტაფაზე მოვათავსებთ, ცოტა ზეითუნის ზეთი წავუსვათ და გაუკეთოთ პილპილი და მარილი. ამოუგვანგლოთ. და ახლა მოვათავსებთ წინასწარ გახურებულ ტაფას. პრინციპში ჯავშანი უკვე გაიკეთა საქონლის სუკმა და შეგვიძლია ცოტა ხანი დავასვენოთ. მანამდე კიდე მაქვს აქ ორი ცალი იმასაც ბარემ შევამზადებ და გადავალ უკვე სოკოს დაჭრაზე. სანამ ხორცი გარს გაიკეთეს, მანამდე ჩავჭრი ქამას სოკოს. სახლის პირობებში თქვენ შეგიძლიათ ჩოპერში დაატრიალოთ, რა თქმა უნდა და უბრალოდ მე ახლა მეც გაჩვენებთ, რომ დავჭრი და თქვენ ჩოპერში დაატრიალებთ. აუცილებლად მე ტაფაზე უნდა დავყაროთ, რომ ის წვენი, რასაც უშვებს, ის ავაორთმოთ და გამოვაშროთ. თავარი არსი, რატომაც ვუკეთებთ გარს, ასე ვთქვათ, ჯავშანს საქონლის სტეიკს, არის ის, რომ არ მოიხარშოს ცხობისას და წვენი გარეთ არ გამოუშვოს.
დავკეპე სოკო მაქსიმალურად და ეხლა გადავიტან ცხელ ტაფაზე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ სიცხე ამოვაშროთ სოკოდან და მშრალი მასა მივიღოთ. სოკო პრინციპში ამოშრა უკვე, მაგრამ მაინც ცოტა ხნით ქაღალდზე გადმოვიტან თუ რამე დარჩა კიდე სისველი. ცოტას გავშლი, რომ თანაბრად გადავანაწილო, რომ სისველი რაც კი დარჩა, ამის სოკოს სისველი არ გვინდა, რადგან ცომში რო გავახვევთ ნებისმიერმა ჰიდრატაციამ საქონლის ხორცი იქნება თუ სოკოსი არ უნდა დააზიანოს ცომი, რომ წვენი გარეთ არ გამოვიდეს. დაველოდები ახლა ცოტა ამას შეიშროს და გაგრილდეს და მერე უკვე გადავალ შეხვევის პროცესს. ეხლა მთავარია პროშუტო მოვათავსოთ წინასწარ გაშლილ პლასტიკზე. ცოტა გავშლი ამას. სათითაოდ დავაწყობ. ზემოდან მოვათავსებ სოკოს. და თანაბრად გადავანაწილებთ. როდესაც ხვეულას გავაკეთებთ, შიგნით თანაბრად შეგვდეს პროშუტოც და სოკოც. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია მობრაწულ ხორცს უნდა გადაუსვათ დიჟონის მდოგვი. ერთგვარ გემოს მისცემს, რა თქმა უნდა, და წებოვნებასაც, რაც მოვათავსეთ პლასტიკზე, მარტივად მიიკრავს. რა თქმა უნდა, გემო ძალიან საინტერესო იქნება. მოვათავსოთ ცენტრში. ეხლა მთავარია, რომ მჭიდროდ, აუცილებელია მჭიდროდ შევკრათ, რომ შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში და ერთგვაროვანი რულეტი გამოვიდეს. უნდა მოვჭიმოთ აუცილებლად, მაქსიმალურად რაც კი ჰაერია გამოვათავისუფლოთ, გვერდები შევუკეცოთ. და თქვენსკენ უნდა მოგაჩვით აუცილებლად, რომ კარგად მოიჭიმოს. რადგან შემდეგ ცომში რო ჩავდებთ, უნდა იყოს შემჭიდროვებული მაქსიმალურად. არ დაინანოთ პლასტიკი, კარგად მოგაჩით. დააფიქსირეთ და მოგაჩით. შემდეგ კუთხეებს შიგნით ვათავსებთ და კვლავ იგივე ვამეორებთ. აი ესე გამოიყურება საველინგტონოდ გამზადებული ხორცი. ეხლა ამას ცოტა ხანი 9 საათი მაცივარში შეგიძლიათ 10 წუთი, 15 წუთი საყინულაშიც მოათავსოთ. მნიშვნელოვანია მის ტემპერატურა, იმიტომ რომ ძალიან გაყინოც არ გვინდა, იმიტომ უნდა გამოცხეს და სასურველ ტემპერატურას უნდა მიაღწიოს ხორცმა. ასე რომ 1-9 საათით მაცივარში შევინახავ. დაისვენა უკვე ხორცმა მაცივარში. ეხლა გავშლი ფენოვან ცომს და უკვე უშუალოდ გადავახვევ და გავალამაზებ. ესე გამოიყურება უკვე მაცივარ გამოტარებული შიგთავსი. რაც მინდა დავამატო, ოდნავ სიახლის ამბავში და ძალიან მიყვარს ყველი სტრუქტურა. ჩვენ გვაქვს აქ ვირჯილიოს პეკორინო რომანო, დაბქვილი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. და უბრალოდ მოვაყრი, ეს კიდე ერთგვარი გარსი იქნება. თან ცოტა წელვაც მივიღებთ საბოლოო ჯამში. ზემოდან მოვაყრი. ცომთანაც ვირჯილიო, რა თქმა უნდა, იტალიური ბრენდია, სანდოობა, მაღალია, ხარისხით რაც მთავარია. მაღალია და ძალიან გემრიელია. ეხლა გადავახვიოთ და ეგ არის. აქაც მნიშვნელოვანია, რომ კარგად
დავხუროთ, რაც არ დამჭირდება ცომს მოვაჭრი და გადავდე გვერდით. შეგვიძლია ოდნავ ბოლო კიდე რაც დავრჩა დავაბრწყელოთ. ცოტათი რომ კარგად შეიკრას. ამ ხელაცომი მე პირადად ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვჭირდება, იმიტომ რომ ხორცი ამ ხელა განის არ არის, ამიტომ რაც ზედმეტია, ცოტათი ჩამოვათხელებ, თუმცა რა თქმა უნდა ადგილს ვიტოვებ, რომ შეკეცვა მოვახდინო. აჰა. შეგვიძლია ლამაზად ჩანგვის გამოყენებით მსგავსი ფორმა მივცეთ. და ზედმეტი კიდე ცომი მოვაჭრით. იგივეს გავაკეთებ მეორე მხრიდანაც. კვერცხის გულს გადაუსვამ კარგი ფერის მისაღებად. საუკეთესოდ ითვლება, როდესაც beef wellington-ი იწვება როგორც medium rare. თუმცა ძალიან ინდივიდუალურია, ვის როგორ მოსწონს, იმის მიხედვით შეგვიძლია გამოვაწყოთ. ამ კონკრეტულს ჩვენ პიცის ღუმელში ვაწყობთ, რომელიც ძალიან რთულია და რა თქმა უნდა არ გირჩევთ იგივე თქვენც გააკეთოთ. უბრალოდ სახლის ღუმელში შეგიძლიათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, 220 გრადუსზე მოათავსოთ 25-30 წუთის განმავლობაში. დამოკიდებულია რა თქმა უნდა, რანაირად გინდათ რომ იყოს მომზადებული უშუალოდ შიგნით ხორცი, მასზეა დამოკიდებული ბევრი რამე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხა მე რომ სახლის ღუმელს ვიყენებდე 200 გრადუსზე, 210 გრადუსზე ძალიან ინდივიდუალურია ღუმელების ტემპერატურა სახლებში. 200-დან 220 გრადუსამდე უხეშად ვთქვათ 25-30 წუთი საკმარისია რომ მივიღოთ medium-ი და დამატებით 5 წუთის დამატებით შეგვიძლია medium ველამდეც ავიყვანოთ და რაც უფრო მეტ დროს დაამატებთ, რა თქმა უნდა, ავა შიდა მომზადების ტემპერატურაც. ეხლა მე ამას ლამაზად დავზოლავ, უყვარს Wellington-ს ზგავსი ფორმები. ესე გამოიყურება ღუმელამდე beef wellington. წინასწარ გახურებული მაქვს პიცის ღუმელი, უბრალოდ ეხლა მე გამოვრთავ ამ ხელა გრადუსს 300-400 გრადუსს, რა თქმა უნდა, მე არ მჭირდება და გამორთულ ღუმელზე დავაწყებინებ ცხობას, რომ არ დავწვათ გარეკანი, ცომი არ დავწვათ და უმი ხორცი არ დაგვრჩეს შიგნით. აჰა. დასრულდა, მომზადდა Wellington-ი უბრალოდ როგორც აღვნიშნე, ძალიან რთულია პიცის ღუმელში გამოცხობა, იმიტომ გრადუსი შენგემოზე ვერ მერყეობს, უფრო ძირითადად მაღალ გრადუსს იჭერს და ცოტა მოგვებრაცა, მაგრამ შევალ ამას. აქაა ორი Wellington-ი, ერთი სოკოს გარეშე, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი სოკოს არ მიირთმევს და ორი ვერსია გავაკეთეთ და ეხა ორივეს გავჭით და გავსინჯავ ცხელია. ლამაზი ნახატები ქონდა. თუმცა რაღაც დიდება შერჩა იმ ლამაზი ნახატებით. პირველად გავჭრათ მოდი სოკოს გარეშე, რომელიცაა და ნახოთ შიგნით რა ხდება. აჰა. წვნიანია და medium ველისკენ არის წასული. იმიტომ ეს მომცრო ზომა იყო და ერთად ვაწყობთ. ეხლა გავჭრე სოკოიას, სტანდარტულ Wellington-ს. ძალიან კარგი და სასიამოვნო სუნი მოდის. ეს კი არის medium-ი. ეხლა უფრო პატარა ნაჭრებად დავჭრი და გავსინჯო. ეს დანაჩანგლით იჭმევა, არა?
უგემრიელესია სოკოს გარეშეც, იმიტომ რომ დოგვის გემო ძალიან კარგად იგრძნობა, სუპიც ძალიან რბილი არის და პროშუტოც ძალიან გემრიელად ჯდება ამ ყველაფერში. ცომზე აღარაფერს არ ვიძახ, ეს ფენოვანი ცომი ძალიან უხდება, თვითონ ველი იქნებს. ახლა კი ნამდვილი ველიქტორნის. მოდი, ცოტა ოდნავ ცივილურად გავსინჯავ ხა ამას. და პატარა შესწორებას კი არ და სიახლეს გეტყვით ახალ ამბავს, ვინც არ იცით, რომ როდესაც ხორცს წითელი წვენი დაყვება, ეს არ არის სისხლი. არასდროს არ იფიქროთ ეს არის მიოგლობინი, როგორც ადამიანის სხეულში გემაგლობინია, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის არსებობაზე კუნთში. ეს ძალიან კაია. უგემრიელესია. და სხვათა შორის ყველის ძალიან მოუხდა პეკორინო რომანო გაახალისა და უფრო სიმლაში არა, მაგრამ მარილიანობა მისცა, რაც დაყვება ამ ყველს. ასე რომ, მსგავსი კერძები რომ მოვამზადოთ, სიახლეები გაგაცნოთ, ბევრი ინფორმაცია გაგიზიაროთ, უნდა გამოიწეროთ, რეცეპტს კი გიზიაროთ, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ და თქვენი შედეგებიც გაგვიზიაროთ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დროებით